ASS-ში გუშინ ღამით მეორე ირანული გემი დააკავა. მას შემდეგ რაც გაიგო, რა იყო ზუსტად იმ პირველ გემზე, რომელიც 2 დღის წინ დააკავა. ეს იყო ჩინური სამხედრო კომპონენტები, რომლებიც ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსს სასტრაფოდ და ვგულისხმობ ძალიან სასტრაფოდ სჭირდებოდა. ამით ნაწილობრივ აიხსნება, რატომ იყო სამოქალაქო გემი მზად 6 საათის განმავლობაში გაეგნორებინა ASS-ს გაფრთხილებები. ხედავთ, პირველ გემს, დუსკას, ASS-ს სამხედროები 6 საათის განმავლობაში აფრთხილებდნენ, რომ არ დაერღვია ბლოკადა. მაგრამ მან უარი თქვა მოსმენაზე და განაგრძო ბლოკადის მიმართულებით სვლა, რომელიც ომანის ყურეში იყო მოწყობილი. სწორედ მაშინ მიიღო ASS-ს საზღვაო ძალებმა გემის დაკავების გადაწყვეტილება. ასე რომ, ნამდვილად გაჩნდება კითხვა, რას ატარება ეს გემი ისეთი, რომ 6 საათის განმავლობაში უგულებელყო ASS-ს სამხედრო გემი. რას ცდილობდა დამალვას? რა იყო ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ყველაფრის რისკზე წასვლა გადაწყვიტეს? აბა, გამოიცანით. ჩვენ გვაქვს პასუხები. უსაფრთხოების წყაროებმა Reuters განუცხადეს, რომ ირანული გემი სავარაუდოდ ჩინურ ორმაგი დანიშნულების სამხედრო კომპონენტებს ატარებდა. უფრო კონკრეტულად რა ვთქვათ, გემი ატარებდა კომპონენტებს, რომლებიც ირანის სარაკეტო არსენალის აღსადგენად შეიძლებოდა გამოეყენებინათ. და დარწმუნებული ვარ, ირანის რევოლუციური გვარდია ამ კომპონენტებს სასტრაფოდ საჭიროებდა. მას ჰქონდა სპეციალური შენადნობები, რომლებიც სარაკეტო კორპუსებისთვის შეიძლებოდა გამოეყენებინათ. ასევე ჰქონდა ზუსტი ელექტრონიკა, რომელიც მართვის სისტემებისთვის იყო გამოსადეგი. ასევე ჰქონდა მილები საწვავის ხაზებისთვის. ეს ყველაფერი შეიძლება გამოყენებულიყო სარაკეტო არსენალის აღსადგენად, რომელიც ირანმა ან დაკარგა, ან ომის დროს ამოწურა. ზუსტად ამიტომ იყო უიარაღო სამოქალაქო გემი მზად, რომ ASS-ს ბლოკადის რისკზე წასულიყო. და იცით რა? პრეზიდენტმა ტრამპმა ეს დილით ინტერვიუში დაადასტურა. მოусმინეთ. ამჟამად მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის ვადა ხვალაა. თუ გამოჩნდება, რომ საქმე წინ მიდის, აუცილებელი არ არის, რომ ცეცხლის შეწყვეტის ვადა კონკრეტულად განსაზღვროთ. მაგრამ თუ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება, გააგრძელებთ პროცესს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ. არ მინდა ასე მოვიქცე. ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, რადგან სანამ ორივე მხარე ადგილზე მივა, ხომ იცით მათ ახლახან მიიღეს თანხმობა, რომ წინ წასულიყვნენ, რაც ისედაც ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. არ ფიქრობ, რომ მათ არჩევანი ჰქონდათ, მათ მოლაპარაკება მოუწევთ. ერთ რამეს ვიტყვი. ირანს შეუძლია ძალიან კარგი პოზიცია დაიკავოს თუ შეთანხმებას ლადებს. მათ შეუძლიათ კვლავ გახდნენ ძლიერი ქვეყანა, კვლავ შესანიშნავი ქვეყანა. მათ საოცარი ხალხი ხავთ. მაგრამ ისინი როგორც ჩანს სისხლის სმელებები არიან. მათ ძალიან სამწუხაროდ სასტიკი ადამიანები ხელმძღვანელობენ. და ამას კარგ ნიშნულობაში არ ვამბობ. ფიქრობ, ეს ძალიან ნეგატიურია ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ მათზე ბევრად უფრო ძლიერები ვართ. საერთოდაც კი ვერ შეედრებიან. მაგრამ მათ უნდა გამოიყენონ გონება და საღი აზრი და შეუძლიათ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავონ და დიდ ქვეყნად იქცნენ, მაგრამ ლეგიტიმური ქვეყანა, არა სიკვდილსა და აურაზე დაფუძნებული ქვეყანა. ეხლა სინამდვილეში ამ ინტერვიუდან, რომელიც ტრამპმა დღეს დილით მიცა, ბევრი ახალი ინფორმაცია გავიგეთ. ზოგიერთი მათგანი კარგია, ზოგი კი არც ისე კარგი. და ამ ყველაფერზე ახლავე ვისაუბრებთ. მანამდე კი მოდით ვისაუბროთ მეორე გემზე, რომელიც ASS-ს საზღვაო ქვეითებმა სწორედ გუშინ ღამით აიღეს კონტროლზე. და რა ფიქრობთ? ეს შემთხვევა ახლო აღმოსავლეთში არ მოხდარა. აი ომის დეპარტამენტის განცხადება. შეხედეთ. ღამის განმავლობაში ASS-ს ძალებმა ჩაატარეს გემის შემოწმება, საზღვაო გადაჭერა და აიღეს კონტროლზე სახელმწიფოებრიობის არ მქონე სანქცირებული ნავთობის ტანკერი ტიფანი ინციდენტის გარეშე ინდოწყნარი ოკეანის პასუხისმგებლობის ზონაში. როგორც უკვე განაცხადეთ, ჩვენ გავაგრძელებთ გლობალურ საზღვაო სამართალდამცავ ძალისმევას, რათა დავარღვიოთ უკანონო ქსელები და შევაჩეროთ სანქცირებული გემები, რომლებიც ირანს მატერიალურ დახმარებას უწევენ, სადაც არ უნდა მოქმედებდნენ ისინი. საერთაშორისო წყლები არ წარმოადგენს თავშესაფარს სანქცირებული გემებისთვის. ომის დეპარტამენტი გააგრძელებს უკანონო მოქმედი პირებისა და მათი გემებისთვის საზღვაო სივრცეში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას. ამ განცხადებაში ბევრი ინფორმაცია. მოდი ზუსტად გავაანალიზოთ, რა ითქვა. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, თუ სად მოხდა ეს ყველაფერი. შეხედეთ თქვენს ეკრანზე არსებულ რუკას. ეს მოხდა შრი-ლანკის აღმოსავლეთით და მალაკის სრუტის დასავლეთით. ასე რომ ეს ნამდვილად არ იყო ASS-ს ბლოკადის მახლობლად. მაშ, რატო გააკეთა ეს ASS-ში? ეს არის ის, რაც შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ დააფიქსირა, როდესაც ბლოკადა გამოაცხადა. ეს მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ გემები არ შევიდნენ და გამოვიდნენ ირანის პორტებიდან. საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერი გემი, სადაც არ უნდა იყოს მსოფლიოში, ვერ შეძლებს ირანის რეჟიმის მხარდაჭერას და მისთვის ფინანსური ან სხვა სახის დახმარების გაწევას. ხოდა, ეს გემი სწორედ ამას აკეთებდა. იცით, მას შემდეგ რაც ირანი მსოფლიოში ყველაზე მეტად სანქცირებულ ქვეყნად იქცა, მან შექმნა ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ქსელი. ამ ჩრდილოვანი ფლოტების ქსელის გამოყენებით ირანი აგზავნის სანქცირებულ ნავთობს და შემდეგ ზღვაში ინახავს მას. და როცა მყიდველს იპოვიან, ამ ნავთობს იმ ადგილას აგზავნიან, სადაც მყიდველი იმყოფება და შემდეგ როგორმე იღებენ გადახდას.
ზუსტად ეს მოხდა მანამდე, სანამ აშშ-ის ბლოკადა ამოქმედებოდა. იყო ბევრი ჩtildeოვანი ტანკერი, რომლებმაც ირანული ნავთობი აიღეს და შემდეგ დატოვეს პორტი. დატოვეს ის რეგიონი ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც აშშ ბლოკავს. და ისინი უბრალოდ საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდნენ. ფიქრობდნენ, რომ ახლა უსაფრთხოდ იყვნენ. მაგრამ აშშ მანამდეც ნათლად თქვა, რომ ბლოკადა მხოლოდ ირანის პორტებს არ ეხება. ეს ეხება მთელი კონტრაბანდული ქსელის დევნას, რომელსაც ირანი იყენებდა სანქცირებული ნავთობის ვაჭრობის გასაგრძელებლად. და სწორედ ამას ემსახურებოდა ამ ტიპის მოქმედება. ეს კიდევ უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს ირანის ეკონომიკაზე, რომელიც უკვე სირთულეებს განიცდის. და ეს ფაქტობრივად აიძულებს ირანის ოფიციალურ პირებს, რომ ძალიან სწრაფად გააფორმონ რაიმე შეთანხმება. ეხლა საბედნიეროდ, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის ფონზე შეერთებული შტატები და ირანი ემზადებიან კიდევ ერთი სამშვიდობო სამიტისთვის, კიდევ ერთი მოლაპარაკების შეხვედრისთვის ისლამაბადში, პაკისტანში. ეხლა სანამ ამ საკითხზე ახალ დეტალებზე გადავიდოდეთ, უბრალოდ სწრაფად შეგახსენებთ ყველას. დააჭიროთ ქვემოთ მოწონებისა და გამოწერის ლილაკებს. ეს ნამდვილად გვეხმარება ალგორითმში და ასევე გაძლევთ საშუალებას, რომ ყოველთვის იყოთ ჩვენი უახლესი განახლებების საქმის კურსში, როცა სიახლეები ვითარდება. დღეს დილით ტრამპმა ძალიან მნიშვნელოვანი, საკმაოდ გრძელი სატელევიზიო ინტერვიუ მისცა. ამ ინტერვიუში ჩვენ მივიღეთ მეტი დეტალი იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები კულისებში. ასე რომ, მოусმინეთ. არაფრის. შეგიძლიათ გითხრათ, ვფიქრობ, ყველას საინტერესებს, რა ეტაპზეა ირანთან მოლაპარაკებები. ეხლა უკვე ვიცით, რომ თეირანმა საჯაროდ დაადასტურა, რომ თავის წარმომადგენლებს გაგზავნის ვიცე-პრეზიდენტ ვანსთან შეხვედრაზე. რასელით? ამ ეტაპზე რა სისმენთ, ბატონო? როგორც 2 დღის წინ თქვი, როცა თქვენს რომ არ გაგზავნიდნენ, მე ვთქვი, რომ მაინც გაგზავნია. მათ სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ გაგზავნონ ისინი. მე ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ძალიან კარგ შეთანხმებას მივახსევთ. ვფიქრობ, მათ სხვა არჩევანი არ აქვთ. ჩვენ მათი საზღვაო ძალები გავანადგურეთ, მათი საჰაერო ძალებიც გავანადგურეთ. ჩვენ მათი ლიდერებიც გავანადგურეთ, გულწრფელად რომ თქვა, რაც ერთ მხრივ ართულებს სიტუაციას, მაგრამ ეს ლიდერები ბევრად უფრო რაციონალურები არიან. ეს რეჟიმის შეცვლა, როგორც არ უნდა დაარქვათ ამას, რაც არ მithქვამს, რომ გავაკეთებდი, მაგრამ ამას ირიბად ვაკეთებ. შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ უკვე გავაკეთე. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ძლიერი მოლაპარაკების პოზიციაში ვართ, რომ გავაკეთოთ ის, რაც სხვა პრეზიდენტებს შეეძლოთ 47 წლიანი პერიოდის განმავლობაში გაეკეთებინათ. ჩვენ გვაქვს 47 წელი ამ სისხლისმელ ხალხთან. ეს კლავდა ბევრ ჯარისკაცს, ბევრ ჩვენს ჯარისკაცს და ბევრ სხვა ადამიანს. ბოლო 2 თვეში მათ 42000 ადამიანი მოკლეს. და იცით, მოდის მომენტი, როცა ხალხს ამის ხსენება აღარ უნდა. მათ არ უყვართ ამის ხსენება. 42000 უიარაღო მომიტინგე, უდანაშაულო უიარაღო მომიტინგე, მათგან ბევრი ჩამოახჩვეს. გაითვალისწინეთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც დაახლოებით ბოლო 2 კვირა გრძელდება, სავარაუდოდ დღეს იწურება. ზუსტად არ ვიცით რობის, რადგან არავის დაუკონკრეტებია, როდის დაიწყო, მაგრამ დიდი ალბათობით ეს დღეს მოხდება. მაქსიმუმ შესაძლოა დღეს შუაღამით. ეხლა არანაირი შანსი არ არსებობს და ვგულისხმობ, საერთოდ არ არსებობს შანსი, რომ მოლაპარაკების შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტის დასრულებამდე გაიმართოს. რადგან ვიცე-პრეზიდენტი JD Vance, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელია, ჯერ კიდევ არ გამოსულა შეერთებული შტატებიდან. ეს იმიტომ, რომ მე ვარაუდობ, გულისებს მიღმა მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ირანი ამას რაც შეიძლება დიდხანს აჭიანურებს. სინამდვილეში დარწმუნებული ვარ, თქვენც იცით, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანიდან ბევრი წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ტელევიზია ირანში ამბობს, რომ ირანი მოლაპარაკებებზე მიდის. შემდეგ კი მეორე ამბობს, რომ არა. ასე განუწყვეტლივ იცვლება მათი პოზიცია. და მსგავსი ტიპის განცხადებებს ვისმენთ ირანის ოფიციალური პირებისგანაც, რომლებიც საჯაროდ საუბრობენ. ეხლა ირანს ესეთი საქციელი ჩვევა აქვს. ზუსტად ესე მოიქცნენ ბოლო მოლაპარაკებებამდე, რომლებიც დაახლოებით 1 კვირის წინ გაიმართა. ამიტომ არ შეგვიძლია ზედმეტად დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ იმას, რასაც ირანული მედია ან ირანის ოფიციალური პირები ამბობენ. რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის ის, რას აკეთებენ ისინი. ეხლა სამწუხაროდ ზუსტად ვერ ვიტყვით, რომ ირანი ამ შეხვედრაზე მივა, სანამ ფიზიკურად არ დავინახავ თვითმფრინავს, რომელიც ირანის საჰაერო სივრციდან გაფრინდება და პაკისტანში წავა. ეს ერთადერთი გზაა, რომ გავიგოთ. კარგი, მოდიან. მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, AP News იუწყება, რომ 2 რეგიონული ოფიციალური პირი ადასტურებს, რომ ირანი დაესწრება ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს ისლამაბადში და სავარაუდოდ ისინი ხვალ გაიმართება. და ამასთან ერთად ასევე ხედავთ ცნობებს შეერთებული შტატებიდან, სადაც ძირითადად ამბობენ, რომ JD Vance დღეს საღამოს დატოვებს შეერთებულ შტატებს, პაკისტანში გაფრინდება და იმედია ხვალ შეხვედრას გამართავს. ეს ძალიან გრძელი ფრენაა, დაახლოებით 16 საათი გრძელდება. ასე რომ ლოგიკურია, რომ შეერთებული შტატების თვითმფრინავი ალბათ ირანული თვითმფრინავის ირანიდან აფრენამდე შეერთებული შტატებიდან გაფრინდება. რადგან ირანისთვის ეს დაახლოებით 1 საათიანი, მაქსიმუმ 2 საათიანი ფრენაა. ასე რომ ძალიან ხანგრძლივი არაა. ეხლა თავარი კითხვა, რაც ყველას აინტერესებს, არის ის, გაგრძელდება თუ არა ცეცხლის შეწყვეტა. რას ნიშნავს ეს? რადგან არ ჩანს, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე შეხვედრა გვექნება.
აი პრეზიდენტი ტრამპი ამ კითხვას დღეს დილით პასუხობს. მოусმინეთ. თუ გამოჩნდება, რომ საქმე წინ მიდის, აუცილებელი არ არის, რომ ცეცხლის შეწყვეტა კონკრეტული დროით გაახანგრძლივოთ, მაგრამ მისცემთ გაგრძელების საშუალებას, თუ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ. არ მინდა ასე მოვიქცე. ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს, რადგან სანამ ორივე მხარე იქ მივა, იცით მათ ახლახან მიიღეს თანხმობა, რომ წინ წავიდნენ, რაც ისედაც ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. Აფიქრობ რომ მათ არჩევანი ჰქონდათ, მათ მოლაპარაკება მოუწათ და იცით ერთადერთს ვიტყვი, ირანს შეუძლიათ ძალიან კარგ მდგომარეობაში არ მოჩნდეს თუ შეთანხმებას დადებს. მათ შეუძლიათ ისევ ძლიერი ქვეყანა გახდნენ, ისევ შესანიშნავი ქვეყანა, მათ საოცარი ხალხი ყავთ. მაგრამ ისინი როგორც ჩანს სისხლის მსმელები არიან. მათ ხელმძღვანელობენ ძალიან სამწუხაროდ სასტიკი ადამიანები. და ამას კარგ მნიშვნელობაში არ ვამბობ. მე ვფიქრობ ეს ძალიან ნეგატიურია ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ ბევრად უფრო ძლიერები ვართ ვიდრე ისინი. ისე ახლოსაც კი არ არიან. მაგრამ მათ უნდა გამოიყენონ გონება და სავი აზრი და შეძლებენ კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რათა თავიანთი ქვეყანა დიდ ქვეყნად აქციონ, მაგრამ ლეგიტიმურ ქვეყნად, არა ქვეყნად, რომელიც სიკვდილსა და აურაზია დაფუძნებული. ეხლა მისი პასუხი უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს იძლევა. ეს იმიტომ, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტა არ გაგრძელდება, რას ნიშნავს ეს? როდის განახლდება ბრძოლა? მე ვიტყოდი, რომ ალბათ ბრძოლა არ განახდება მშვიდობის მოლაპარაკებებამდე. თუნდაც ცეცხლის შეწყვეტა არ განახდეს. მაგრამ რა მოხდება მშვიდობის მოლაპარაკებების შემდეგ? ვთქვათ, მშვიდობის მოლაპარაკებები კარგად არ ჩაივლის. ნიშნავს ეს იმას, რომ ბრძოლა მაშინვე განახლდება, როგორც კი ყველა დაბრუნდება. ვარაუდობ, რომ ბრძოლა არ განახდება, სანამ ვიცე-პრეზიდენტი და ამერიკული დელეგაცია პაკისტანში არიან გაჭედილები, რადგან ეს ირანის საზღვართან ახლოსაა. გონია, რომ ეს ძალიან დიდი რისკი იქნებოდა. ეხლა, რა თქმა უნდა, პასუხს მაშინ გავიგებთ, როცა იქ მივოთ. მაგრამ რაც შეეხება ამ მომენტს, მშვიდობის მოლაპარაკებების შედეგად რაიმე შეთანხმების მიღწევის შანსები, ხო, ძალიან მაღალი არ არის. აი პრეზიდენტი ტრამპი ხსნის, რას ელოდება იმ მოლაპარაკებებისგან, რომლებიც, როგორც ამბობენ, ხვალ უნდა გაიმართოს. მოусმინეთ. თქვენ ამბობთ, რომ დღეს და ხვალ თქვენთვის საჭიროა ხელმოწერილი შეთანხმების პერსპექტივა მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში ირანის დაბომბვას განაახლებთ. კი, მე ველოდები დაბომბას, რადგან ვფიქრობ, რომ ეს უფრო სწორი განწყობაა მოლაპარაკებებზე მისასვლელად, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მოქმედებისთვის. ანუ სამხედროები მზად არიან დასაწყებად, ისინი მართლაც საოცრები არიან. იცით, მე ავაშენე სამხედრო ძალა ჩემი პირველი ვადის განმავლობაში. ეხლა მას ვიყენებ. როცა სამხედრო ძალა ბარაკ ჰუსეინ ობამასგან გადავიბარე, ის ძალიან დასუსტებული იყო, ძალიან სამწუხარო მდგომარეობაში. და მე ავაშენე ის ჩემი პირველი ვადის განმავლობაში. გახსოვთ ის დიდი ციფრები. ერთხელ ამაზე ჩემთან ისაუბრეთ. ეს ძალიან ბევრი ფულია სამხედროებისთვის. მე ავაშენე ის. ჩვენ შესანიშნავად გავართვით თავი ჩვენ სამხედრო ძალას. და ახლა ვიყენებთ მას და თანაც ვაახლებთ. ასევე ბევრი განახლება გავაკეთეთ ჩემი მეორე ვადის პირველ წელსაც. მაგრამ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი. ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა მსოფლიოში. ეს ყველასთვის ცნობილია. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, შეერთებული შტატები მზად არის ომში დაბრუნდეს. თუ ირანი არ მოაწერს ხელს გრძელვადიან ბირთვულ შეთანხმებას. ეხლა, ეს შეიძლება იყოს ომის მუქარის გამოყენება, რათა ირანისგან უკეთესი დათმობები მიიღონ. ეს არის ის, რასაც ვერ გამოვრიცავთ. მაგრამ მოლაპარაკების მაგიდის მეორე მხარეს, ჩანს რომ ირანი სერიოზულად არასწორად აღიქვამს იმ სიტუაციას, რომელშიც შეერთებული შტატები იმყოფება. ირანი ან ირანის ლიდერები ნამდვილად ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ უბრალოდ უფრო დიდ ხანს მოითმინონ, ვიდრე შეერთებულ შტატებს ექნება პოლიტიკური ნება და შიდა მხარდაჭერა, რომ გააქცევოს. ირანი ფიქრობს, რომ თუ ისინი მტკიცედ იდგებიან ომისა და მოლაპარაკებების დროს, შეერთებულ შტატებს მოუწევს უკან დახევა, რადგან მას არ ექნება პოლიტიკური მხარდაჭერა მაღალი ნავთობის ფასებისა და საერთაშორისო წინააღმდეგობის გამო. მოდით უბრალოდ ვივარაუდოთ, რომ ირანული აზროვნება სწორია, ანუ ის ჩარჩო, რომელსაც ისინი სიტუაციის შეფასებისთვის იყენებენ. ვივარაუდოთ, რომ ეს არის სწორი ჩარჩო. ამ ჩარჩოს მიხედვით, ირანი ფაქტობრივად ამბობს, რომ თუ საფონდო ბირჟა საკმარისად დაეცემა და ნავთობის ფასები საკმარისად გაიზრდება, ტრამპს მოუწევს უკან დახევა. ეხლა, თუ ვივარაუდებთ, რომ ეს ასეა, სინამდვილეში ეს არ არის ის, რაც ამჟამად ბაზარზე ხდება. საფონდო ბირჟამ სულ რამდენიმე დღის წინ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო ნავთობის ფასები ამჟამად ბარელზე დაახლოებით $85. ეხლა, ისინი უფრო მაღალია, ვიდრე ომის დაწყებისას იყო. ომის დაწყებისას ნავთობი ბარელზე დაახლოებით $65 იყიდებოდა. მაგრამ ისინი ახლოსაც არ არის ომის პანიკის პიკთან, როცა ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით $120 მიაღწია. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებზე ისეთი დიდი ზეწოლა არ არის, როგორც ირანი ფიქრობს. და ეს ნიშნავს, რომ ისინი არასწორად აღიქვამენ სიტუაციას. აი, მეტი დეტალი. მოусმინეთ. დღეს დილით მე ვესაუბრე რეგიონული დაზვერვის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რომელმაც აღნიშნა, რომ ირანი ამას განძლეობის თამაშად აღიქვამს.
ისინი ფიქრობენ, რომ დრო მათ მხარესაა და საბოლოოდ შიდა ზეწოლა ენერგეტიკულ ბაზრებსა და საფონდო ბირჟაზე აიძულებს პრეზიდენტ ტრამპს დადოს მათთვის სასარგებლო შეთანხმება. ეს სიმართლე არ არის, ეს რეალობა არ არის. პრეზიდენტს და მის კოლეგებს ისრაელში შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში ეს ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში გააგრძელონ. ირანის რეჟიმზე ზეწოლის მიზნით რომ გახსნან ჰორმუზის სრუტე და უარი თქვან გამდიდრებულ ურანზე. რაღაც რისი გაკეთებაც პირად საუბრებში დაპირდნენ, ხოლო საჯაროდ ასეთ განცხადებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ შეიძლება მოლაპარაკებების მაგიდასთანაც კი არ გამოცხადნენ. ეხლა არის რაღაც, რის ფასიც იზრდება და ხალხი ამით მაყოფილი არ იქნება. შეხედეთ ამ რეპორტაჟს. ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. სოფლიოს წამყვანი პრეზერვატივების მწარმოებელი აცხადებს, რომ გეგმავს ფასების 20-დან 30%-ით და შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაზრდას აშშ-ში რანის ომის გავლენის გამო პეტროქიმიურ ინდუსტრიაში. მალაიზიის Carex PhD-მა სააგენტო Reuters განუცხადა, რომ პრეზერვატივებზე მოთხოვნა იზრდება, რადგან სატვირთო ხარჯების ზრდამ და გადაზიდვების დაგვიანებამ მისი ბევრი კლიენტი ჩვეულებრივზე ნაკლები მარაგით დატოვა. Carex წელიწადში 5 მილიარდზე მეტ პრეზერვატივს აწარმოებს და წამყვანი ბრენდების, როგორიცაა Durex-ი, მომწოდებელია. ასე რომ ფიქრობ, ეს შეიძლება გარკვეულ როლს ასრულებდეს, მაგრამ ალბათ არ იქნება ისეთი რამ, რაც ირანის სასარგებლოდ განვითარდება. მაგრამ მიუხედავად ამისა, მოდით ყურადღება ირანის მხარეს გადავიტანოთ. როგორ არის ირანის ეკონომიკა? აქვს თუ არა მათ საკმარისი რესურსი, რომ უბრალოდ დაელოდონ ამ ომის დასრულებას? მე ვიტყოდი, რომ არ. ეს იმიტომ, რომ ირანის ეკონომიკა ომამდე სირთულეებს განიცდიდა, ხოლო ეხლა ბლოკადამ და საერთაშორისო გადაჭერებმა, რომლებსაც აშშ-ში საზღვაო ძალები ახორციელებს, მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. ირანში არანაირი მარაგი არ შემოდის, რადგან არც ერთი გემი ვერ შედის ირანის პორტებში. ამას გარდა ირანი ექსპორტსაც ვერ ახორციელებს. ამიტომ ირანი ვერ იღებს შემოსავალს ნავთობის ინდუსტრიიდან, რომელზეც მანამდე ასეთ ძლიერი იყო დამოკიდებული, სანამ ეს აშშ-ს ბლოკადა დაიწყებოდა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ირანს გონია თითქოს შეუძლია დაელოდოს აშშ-ს ეკონომიკის დასუსტებას, მე ვფიქრობ, რომ სიტუაცია შეიძლება საპირისპირო იყოს. აი, რას ამბობს ტრამპი ამაზე დღეს დილით? მოусმინეთ. ბევრი ადამიანი კლავდა, ბევრ ჯარისკაცს, ბევრ ჩვენ ჯარისკაცს და ბევრ სხვა ადამიანს. მათ ბოლო 2 თვის განმავლობაში 82,000 ადამიანი მოკლეს. და იცით, მოდის მომენტი, როცა ხალხს ამის ხსენება აღარ სურს. მათ არ უყვართ ამის ხსენება. 82,000 უიარაღო მომიტინგე, უდანაშაულო უიარაღო მომიტინგე, ბევრი მათგანი ჩამოახჩვეს. ასე რომ ჩვენ არ გვაქვს საქმე ყველაზე სასიამოვნო ადამიანებთან, მაგრამ ძალიან წარმატებით უმკლავდებით მათ. ბლოკადა უზარმაზარი წარმატებაა. 2 დღის წინ თქვენს გავხსნით სრუტეს. მე ვთქვი, არა, სრუტეს არ გავხსნით, სანამ საბოლოო შეთანხმება არ გვექნება. არა, ჩვენ გვინდა სრუტის გახსნა. მათ თქვენს არ უხსმით. სრულიად ვაკონტროლებთ სრუტეს, უბრალოდ რომ გაიგოთ, მიუხედავად ყველა იმ ყალბი ამბისა, რაც ვრცელდება. ეხლა რომ გავიგოთ, რატო იქცევა ირანი ასე როგორც ეხლა იქცევა, უნდა დავბრუნდეთ უკან და ვნახოთ, როგორ მივიდა ირანი იქამდე, სადაც დღესაა. ეს მხოლოდ 1979 წლამდე დაბრუნებას არ ნიშნავს, როცა ისლამური რევოლუცია მოხდა. სინამდვილეში კიდევ უფრო უკან უნდა დავბრუნდეთ. მე-19 საუკუნეში, როცა ყაჯართა დინასტია მართავდა ირანს. და დავაკვირდეთ, როგორ ახდენს იმ დროინდელი მმართველი კლასის გადაწყვეტილებები დღემდე გავლენას ირანზე. აბა, რა გგონიათ? ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენს მრავალნაწილიან პოდკასტში, რომელიც დღეს გამოვიდა. ასე რომ, თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ირანის ისტორიით და იმით, თუ როგორ მივედით დღევანდელ მდგომარეობამდე, აუცილებლად მოусმინეთ. შეგიძლიათ უყუროთ მას აღწერაში მოცემულ ბულებზე დაჭერით, ან უბრალოდ დააჭიროთ ეკრანზე გამოსახულ ვიდეოს. ანუ, დააჭიროთ იმ ვიდეოს, რომელიც თქვენს ეკრანზეა.